დაგვირდით რას ამბობს რომ ქვეყნის გადარჩენის ბედი არა მხოლოდ ბრძოლის ველზეო, არამედ ხშირად ქართულ ოჯახებზე წყდება. ჯერ ამან როგორ უნდა ელაპარაკოს, ბიჭო, აღთქომა დღეს ათათურქის საფლავის მკოცნელმა არაკაცმა ვირთხამ. ამან როგორ უნდა ამოიღოს, მაგრამ და რომელ ბრძოლებზე უნდა ელაპარაკოს, რომელ ღირსებაზე უნდა ელაპარაკოს. ვინ უნდა ამოიღოს, თქვენ არ გახადეთ გათხოვილი კაცი, ღირსეული თბილისელი? კაშკალაძე მარ დააჯილდოვა? საპატიო თბილისელი, იმიტომ რომ გათხოვილი იყო. ყავდათ გათხოვილი კაცი, დღეს ერთი მაინტერესებს. თქვენ ბიჭო, რაზე უნდა ელაპარაკოთ? თქვენ ხმარ როგორ აგაქვთ ამოსახები ამის? ლას გეკითხე. თქვენ მე მითხარით ერთი კანონმდებლობა 14 წლის მანძილზე, რომელიც ქოცებმა მიიღეს ქართული ოჯახის გასაძლიერებლად, მაჩვენეთ, რით შეუწყვეს მრავალშვილიანებს, რით შეუწყვეს ოჯახის შექმნას, რით შეუწყეს ხელი ადამიანების ოჯახური ცხოვრების გაძლიერებას. გამეცით ერთი საკანონმდებლო ინიციატივა მაჩვენეთ. ყველაფერი პირიქით გააკეთეს. მევახშეობით, პროცენტებით, უბედურებით დაწყებული LGBT კანონებით, ამათი პროპაგანდით, ემიგრაციის მხარდაჭერით. აგერ წადითო